დილამშვიდობისა ტრეიდერებო, დღეს სამშაბათია, გუშინ ევროს ფასი მცირედით გაიზარდა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, მაგრამ სავარაუდოდ დღეს ეს ტენდენცია არ გაგრძელდება. ვნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები. დღეს ცნობილი გახდება დიდი ბრიტანეთიდან სამოხმარებლო ფასების ინდექსის წლიური მონაცემი, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ფუნტის ფასზე საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე ცნობილი გახდება ამერიკიდან სამშენებლო ნებართვები, ხოლო ახალი ზელანდიიდან რძის პროდუქტების ინდექსი შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია რძის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია და ეს ფასების ინდექსი საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ხოლმე ახალზელანდიურ დოლარზე და ასევე ცნობილი გახდება გერმანიის ინსტიტუციონალური ინვესტორების განწყობა, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ევროს ფასზე. როგორც შეატყეთ, დღეს საკმაოდ საინტერესოა ფუნდამენტურად, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თითოეულ მონაცემს ვაჭრობისას. მეტი ყურადღება დაუთმეთ დღეს ფუნდამენტურ ანალიზს ვიდრე ტექნიკურ ანალიზს, რომ თქვენი რისკები იყოს მინიმალიზირებული. ასევე ევროდოლარის სავალუტო წყვილზე შეარჩიე წინააღმდეგობის დონე 1.1080, ხოლო ხადაჭერის დონე 1.1060. სწორედ ეს ორი ფასი წარმოადგენს გუშინდელი დღის დიაპაზონს და დღევანდელი დღის მაღალ და დაბალ ფასზე. სწორედ ამ ფასების გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ტრენდი ჩამოყალიბდეს იგივე მიმართულებით და მოგცეთ ძალიან კარგი ვაჭრობის საშუალება. დღეისათვის სულ ეს, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას ხვალამდე.